შეეხება იმას, თუ რომელ ქვეყანაშია უფრო ხელსაყრელი ჩაბარება ევროკავშირში და ვინ სთავაზობს შედარებით კარგ პირობებს. მაგალითად, საფრანგეთი, გერმანია და შვედეთი გამოირჩევა გაცილებით მაღალი სოციალური პირობებით და სტატუსის მიღების მაჩვენებელიც საკმაოდ მაღალია, ხოლო საბერძნეთი, უნგრეთი და ბულგარეთი სოციალურ პირობებითაც და სტატუსის მიღების მაჩვენებელთაც საკმაოდ დაბალია. რაც შეეხება მაგალითად ავსტრიას, ავსტრია ძირითად შემთხვევაში მხოლოდ მკურნალობის მიზეზით ჩაბარებულებს აძლევს სტატუსს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩაბარება არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ მოგენიჭათ სტატუსი. სანამ თქვენი საქმე განხილვაშია, თქვენ არ გემუქრებათ დეპორტაცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს სტატუსის მიღებას. შესაბამისად, ნებისმიერ დროს შეიძლება დაგაბრუნონ უკან. რა თქმა უნდა, განაჩენი შეგიძლიათ გაასაჩივროთ, მაგრამ აი ის რომ ვიღაცა ჩამოვიდა და ჩაბარდა და როგორ არ იბარებს და ეს დისკუსიები რომ არ მოხდეს, ეცადეთ განარჩიოთ ეს ორი ფაქტორი ერთმანეთისგან. დღეისთვის სულ ეს იყო, ასევე კომენტარში დავტოვებ სრული ვიდეოს ლინკს და შეგიძლიათ უფრო დეტალურად გაეცნოთ. წარმატებები ყველას.